ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში დადიანების აკლდამას მიაკვლეს ქართველი არქეოლოგები. ვარაუდობენ, რომ მათ ცოტნე დადიანის საფლავი აღმოაჩინეს. ცოტნე დადიანის საფლავის ადგილმდებარეობას ყველა ისტორიული წყარო სწორედ ამ ადგილზე მიუთითებს, მათ შორის ლევან მეორის და ლევან მესამე დადიანების სიგელები, რომლებიც მოწმობენ, რომ მათი წინაპრების საძვალე ამ მონასტერში მდებარეობს. სამარხი მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებს გადაეცა, ამიტომ მეცნიერები აქ საეკლესიო პირების საფლავების აღმოჩენასაც არ გამორიცხავენ. მონასტერი მე-13 საუკუნეშია აშენებული, თუმცა აკლდამა გაცილებით ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. მნიშვნელოვანი აღმოჩენის კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართული. რომელზეც იყო გამოსახული ცოტნე დადიანის მშობლებისა და ცოტნეს ფრესკა, აღმართული არის სავარაუდოდ მე-13 და მე-14 საუკუნეებში. ეს აკლდამა კი ამ კედლის ქვეშ მდებარეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აკლდამა უფრო ადრე იყო გამართული, ვიდრე მონასტრის ძირითადი საყრდენი კედელი. ანუ მე-13 მე-14 საუკუნეში ეს აკლდამა უკვე არსებობდა. ეს რომ ძველ დადიანთა საძვალეა, ამაზე შეიძლება რამოდენიმე მასალა დამტკიცებელი არგუმენტები მოვიყვანოთ. მე მგონი საერთო არც არის რა არაფერი, რომ ეს არის, რომ ცოტნე ჩვენ აქ უნდა ვიგულისხმოთ და მის სადიდებად რომ აი აქ უნდა აღვავლინოთ ლოცვა დიდება, მე მგონი აქ საერთო არაფერი არ არის.